მოგესალმებით, ეს პოლიტიკის დროა, მე ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე ვარ. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკურ სცენაზე ძველი ახალი მოთამაშის ირანის გამოჩენის შესახებ. ირანის ენერგომატარებლებზე დასავლეთის მიერ დაწესებული ემბარგო 1 წლის წინათ შესუსტდა და ამჟამად სრულადაა მოხსნილი. სულ ახლახან კი საქართველოს სამთავრობო დელეგაცია დაბრუნდა ირანიდან, სხვათა შორის ხელდამშვენებული გეგმება ერთობლივი ეკონომიკური და კულტურულ-სოციალური პროექტების განხორციელება. ჩვენს ორივე სამხრეთ კავკასიელ მეზობელს თავი ქუსში აქვს. სომხეთს რუსეთთან აკავშირებს სამხედრო შეთანხმება, რომელიც რუსეთს სომხეთის დაცვას ავალდებულებს. აზერბაიჯანს კი იმავე ტიპის შეთანხმება თურქეთთან აქვს გაფორმებული. უჩნდება თუ არა საქართველოს დაბალანსების შანსი ირანთან სტრატეგიული პარტნიორობით. ირანთან, რომელიც ახლოსაა, მაგრამ უშუალოდ არ გვესაზღვრება. მეორე მხრივ, ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოს დაფუძნდა საქართველო-ირანის გაერთიანებული საბაჭო სამრეწველო პალატა და ირანელი დიპლომატის იბრაჰიმ რაჰიმპოუერის განმარტებით პირველ ეტაპზე ორი ძირითადი პროექტის განხორციელება იგეგმება. საქართველოდან ირანში სასმელი წყალი გავა, ირანიდან კი გაზის იმპორტი განხორციელდება. რა კი საქართველო ირანს არ ესაზღვრება, ირანული გაზი ან სომხეთის გავლით უნდა შემოვიდეს, ან აზერბაიჯანის და გასაგებია, რომ საბოლოო წერტილი ევროპაა. რამდენად რეალურია ირანიდან საქართველოს გავლით ენერგომატარებლების ევროპაში ტრანსპორტირება, მისცემს თუ არა რუსეთი თავის სატელიტ სომხეთს ირანული გაზის გატარების საშუალებას, დარჩება თუ არა აზერბაიჯანი თამაშგარეთ და როგორ შეცვლის ახალი პროექტი ძალთა ბალანს კავკასიაში. საქართველო ირანის მომავალ პარტნიორობაზე ამ პროცესში ჩვენი ოკეანის გაღმილი პარტნიორის მონაწილეობასა და საქართველოსთვის დამატებითი გეოპოლიტიკური ფუნქციის შეძენაზე ჩვენ სტუმართან პარლამენტის ვიცე-სპიკერთან გუბას სანიკიძესთან ერთად ვისაუბრებთ. ბატონო გუბა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში და სალამ უშუალოდ ირან-საქართველოს ურთიერთობაზე გადავალთ, ეს აუცილებლად უნდა გკითხოთ. ძალიან იშვიათად ჩდებით ხოლმე პრესის ფურცლებზე, ასევე ტელეეთერებში და რა არის ამის მიზეზი? მოგესალმებით, ჩემთვის ასე ამონო ამ სტუდიაში ვიყო, კეთილი იყოს ჩემი ფეხი პირველად ვარ. იმედი მაქვს თანამშრომლობის. რაც შეეხება გამოჩენა არ გამოჩენას, რა ვიცი, რამოდენიმეჯერ მე ამაზე ვისაუბრე. დღეს მოკლედ ვიტყვი, ეს არ არის ჩემი მიზეზით. ეს უფრო არის იმითი, რომ იმ საკითხებით, რითაც ავარ მე დაკავებული, იმ საკითხებზე მანდამეჯეროვანი ყურადღება არ არის ჩვენ მედია საშუალებებში. და ალბათ ეს არის მიზეზი იმისი, რომ ნაკლებად ჩანვარ მე, თუმცა ნაკლებად გამოჩენა არ ნიშნავს ნაკლებად მუშაობას. ნამდვილად ძალიან სერიოზული დღის წესრიგი გვაქვს, ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის ძალიან საჭირო თემატიკაზე ვმუშაობ და გამოვთქვა იმედს, რომ მომავალში ასე არ გაგრძელდება და უფრო ხშირად იქნება ინტერესი გამოჩენილი იმ საკითხებზე, რაზედაც მე პირადად ვმუშაობ. აი მოულოდნელად გავარკვიეთ, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს და ხელისუფლება ირანის მიმართულებით. როდიდან დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა და აქტუალური როდის შემდეგ გახდა? აი ჩვენ გვახსოვს, აქვე ვიტყვი, რომ იყო უვიზო მიმოსვლა, თქვათ ირანთან, ეს წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კვლავ სავიზო რეჟიმი დაწესდა და უცებ გაირკვა, რომ თანამშრომლობა და აქტიური მისვლა-მოსვლა არის საქართველოსა და ირანს შორის. როდიდან დაიწყო ეს ურთიერთობები? ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დროს ირანთან ურთიერთობა ფაქტიურად იყო ანულირებული, არც ერთ სერიოზული დელეგაცია იმათგან და ჩვენგან არ ყოფილა, მიმოსვლა არ ყოფილა. ხო, აქტიური ურთიერთობა არ იყო, მხოლოდ უვიზო რეჟიმი დაწესდა, დიახ. როცა სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მას ჰქონდა ირანში, გახსოვთ თქვენ და იმის შემდეგ საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ იყო. შემდეგ შემოიღო წინა ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმი და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს უვიზო რეჟიმი გაუქმდა. ფაქტიურად ინტენსივობა შეიძინა ამან შარშან სექტემბრიდან, როცა ირანის პარლამენტის მიწვევით მე და ბატონი თედო ჯაფარიძე ვეწვევით ირანს. ანუ ეს იყო ირანის ინიციატივა. დიახ, ირანელების მიწვევით ჩავედით. საკმაოდ ისეთი სტაბილურად მძიმე ვითარება გაგვხდა ჩვენ იქა, იმიტომ რომ ირანულ მხარეს ჰქონდა პრეტენზია ორ საკითხზე, ერთი სააკაშვილის ხელისუფლების დროს გაგახსენებთ ქართულმა მხარემ ამერიკელებს გადასცა ირანელი ფიზიკოსი, რომელიც თბილისში იმყოფებოდა. შემდეგ ის ფიზიკოსი დააბრუნეს ამერიკელებმა ირანში და მეორე საკითხი, რომელმაც ასევე თქვათ ასე დიპლომატიურად გაუგებრობა გამოიწვია, იყო უვიზო რეჟიმის გაუქმება. თუმცა
ამ ვიზიტის შემდეგ ძალიან ინტენსიური ურთიერთობები დაიწყო ჩვენს და ირანელებს შორის, საქართველოს პარლამენტსა და ირანის პარლამენტს შორის და ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვიზიტი იყო პარლამენტის თავმჯდომარის იანვრის ბოლოს უკვე წელს ჩვენ მოვამზადეთ ეს შეხვედრა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ორივე საელჩომ, საქართველოს საელჩომაც და ირანის საელჩომაც და ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო. ამას მოყვა უკვე რამოდენიმე დღის წინ დასრულდა პირველი ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი, ძალიან სერიოზული სამთავრობო დელეგაცია იყო წასული ირანში და საკმაოდ ინტენსიურ ხასიათს იღებს. ვითარება შეიქმნა ქალბატონ ნინო ისეთი რომ ჩვენ აუცილებლად უნდა განმავითაროთ ამ ქვეყანასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ირანის კუთრი წონა და წილი ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიო პოლიტიკაში არ გადავაჭარბებ. ნამდვილად ძალიან სწრაფად იზრდება. იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაში ჩვენ ცხოვრობთ და საითკენ მიდის ეს პროცესები. მე ვგულისხმობ სამხედრო კონფლიქტებს, საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ახლო აღმოსავლეთში და არა მარტო ახლო აღმოსავლეთში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული და არა მარტო მე, არამედ ყველანი მსოფლიოში ისენიც კი ვისაც ირანი არ მოწონს, აკრიტიკებს, ისინი ყველა თვლის რომ ირანის გარეშე, ირანის მონაწილეობის გარეშე არ გადაწყდება ეს პრობლემები, თუნდაც ახლო აღმოსავლეთში რაც ხდება. და ალბათ ამიტომ დაუშვა ხო ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის გამოსვლა მოთამაშეთ საერთაშორისო ასპარეზზე, იმიტომ რომ არა ემბარგოს მოხსნა ენერგომატარებლებზე, ნაკლებ სავარაუდო იყო რომ ირანი თქვა წონა აეკრიფა. როგორი არის თქვა ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობა საქართველოს გააქტიურებაში? მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა როგორც თქვენ ბრძანეთ ირანის მხრიდან მოდიოდა. რა თქმა უნდა, ამერიკელები დაინტერესებული არიან, ამერიკელები ძალიან ადეკვატურები არიან ამ პროცესებში, უფრო ადეკვატურები, მინდა გულახდილად თქვა, ვიდრე ევროპელები. ევროპელები რახან ბევრი ნაწილისგან შედგებიან, ამიტომ გადაწყვეტილებები თქვა, პოლიტიკის შეცვლა, ან კორექტირება ცოტა რთულად ხდება. ამერიკელები უფრო ადეკვატურები არიან, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ირანის მონაწილეობის გარეშე უსაფრთხოების საკითხები, ენერგოუსაფრთხოების საკითხები ვერ მოგვარდება. ამიტომ მათ დაიწყო საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობები ირანელებთან, დასამალი არ არის ომანის სასულთნოში უკვე კარგა ხანია, ირანულ-ამერიკული კომისია მუშაობს ძალიან ბევრ საკითხზე. მე იმასაც გეტყვით, არც ეს არ არის დამალული ახლა, რომ იგივე ერაყში სახალიფოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში ირანელი მოხალისეების სახმელეთო ოპერაციების დროს მხარდაჭერას ღებულობენ საჰაეროს ამერიკელებისგან. ამიტომ პროცესები ძალიან საინტერესოდ მიდის. ქალბატონ ნინო, მე ერთი რამე მინდა თქვა, რომ საქართველოს რამდენადაც არ უნდა გაგვიკვირდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა რეგიონში. რამოდენიმეჯერ თქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველოს არის ერთადერთი ქვეყანა მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მე ხაზს უძლამს ამ რეგიონებს, იმიტომ რომ როცა მე ვამბობ, ძალიან ხშირად ჟურნალისტები მეკითხებიან, რუსეთი არ შედის მცირე აზიაში და ახლო აღმოსავლეთში გეოგრაფიულად. მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში საქართველოს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ყველა მხარესთან, ყველა სახელმწიფოსთან ან ძალასთან აქვს ნორმალური ვითარება. ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული დიპლომატიური და ეს ჩვენ წინაპრების დამსახურება, ეს ამას აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი. წინაპრების რა თქმა უნდა პირველ რიგში, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ტერიტორია შეგვინარჩუნეს, დაიცვეს და სისხლით და უფლით შეინარჩუნეს და შემდეგ მათი დამსახურება ახლა იგივე ჩვენ მათი იმიჯის წყალობით ირანში ქართველებს ძალიან სერიოზული სახელი გვაქვს. ჯერჯერობით შერჩენილი და იმედი მაქვს, რომ ეს შეგვრჩება და პირიქით უფრო გაღრმავდება. ჩვენს წინაპრებს, ახლა ჩვენ ვიცით ისტორიიდან, რომ ქართველების როლი ირანის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში არის ძალიან დიდი არის და ისინი აღიარებენ ამას და ყოველი შეხვედრის დროს ხაზს უსვამენ ამას ირანელები. იქ კულტი არის ალავერდი ხანი, უნდილაძისა და როსტომ ხანის ირანში. ბავშვმაც კი იცის მათი სახელები. ამას თავი რო დავანებოთ ჩვენ მე ამაში გულისხმობ რას, რომ აი მაგალითად ავიღო თურქეთს რეგიონში პრობლემა აქვს სომხეთთან. სომხეთს და აზერბაიჯანს აქვს პრობლემა
ისრაელს და ირანს აქვს პრობლემა რუსეთს და თურქეთსაც. მოდი რუსეთს ჯერჯერობით თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული დამაბრკოლებელი არის კავკასიონის ქედი, გეოგრაფია ძალიან დიდ როლს თამაშობს, ამიტომ რუსეთს ჯერჯერობით მეორე ნაწილში ვისაუბრობდი ამაზე. სირიასა და საუდის არაბეთს აქვს სერიოზული პრობლემა, გამოჩნდა ძალიან სერიოზული ძალა, ანგარის გასაწევი ძალა ქურთების სახით. ქურთები მოგეხსენებათ 40-დან 50 მილიონს ანგარიშობენ, ეს ხალხი ეს ერი გადანაწილებულია 4 ქვეყანაში, თურქეთში, ირანში, ერაყში და სირიაში და ისინი ძალიან სერიოზულ როლს თამაშობენ. და ასევე ირანი, რომელსაც და გარდა ამისა არის პრობლემა თვითონ შიდა ისლამური პრობლემები დავარქვათ ასე, ემიდა ძალიან კორექტული ვიყო. არის სუნიტებსა და შიიტებს შორის გარკვეული პრობლემები. და ამ ვითარებაში და ზოგადად არის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კიდევ საკმაოდ სერიოზული ცივილიზაციური დაპირისპირება. მე ამის ავტორი არა ვარ და ორიგინალური ვერ ვიქნები ამაში. ხო ძალიან ბევრი იწერება და ითქმება ცივილიზაცია და დაპირისპირების შესახებ. და საქართველო არის რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ყველა მიმართულებით გაშალოს თავის დიპლომატიური ქსელი და რაც მთავარია, ითამაშოს პოზიტიური გამტარის როლი. მე რამოდენიმეჯერ გავაკეთე ამის შესახებ განცხადება, მათ შორის მთავრობის დამტკიცების დროს, როცა მე ფრაქციის სახელით, ეროვნული ფორუმის სახელით გამოვედი ამ თემაზე ვილაპარაკე, რომ საქართველოს უნდა შეიძინოს ფუნქცია. დღეს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სახელმწიფოს უბრალოდ არ აქვს ფუნქცია შეძენილი. დერეფანი? მოდით ნუ დავარქმევთ დერეფანს, იმიტომ დერეფანი მარტო დერეფანი არ არის საკმარისი. არ არის საკმარისი და დერეფანი შეიძლება სახიფათოც აღმოჩნდეს. მე ვამბობ რას, რომ საქართველოს შეიძლება შუამავლის როლი ითამაშოს ზოგადად დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და რაც მთავარია ქალბატონი ნინო, ამის შეკვეთა ორმხრივი არსებობს. ეს შეიძლება დეკლარირებული არ არის, მაგრამ კერძო საუბრებში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და რაც მთავარია ორივე მხრიდან გარკვეული ნდობა ამ მიმართულებით გვაქვს ჩვენ. მე არ გეუბნებით ჩემ ვარაუდს, მე გეუბნებით არაერთ გზის დადასტურებულს, როგორც დასავლეთელების მხრიდან, ისევე აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები და უფრო მეტიც, აქ მარტო ირანზე არ არის საუბარი, აქ არაბებზე არის, არაბულ სამყაროზე არის საუბარი, სულ ძალიან მცირე ხნის წინ იყო კუვეიტის დელეგაცია ჩამოსული ჩვენთან, ძალიან საინტერესოდ იყვნენ ისინი ჩამოსულები, ძალიან კუვეიტით შეიძლება დავაინტერესოთ. ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება და ეს არის ენერგოუსაფრთხოება, პოლიტიკური უსაფრთხოება პლუს ენერგოუსაფრთხოება. და ზუსტად ამ ვითარებაში ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული რესურსი, ისე ვიმეორებ, ძალიან სერიოზული რესურსი. ძალიან დიდ ქვეყნებს შეიძლება არ ქონდეთ ის რესურსი, რა რესურსიც გვაქვს ჩვენ და აქედან გამომდინარე გავიმეორებ თქვენს წამოხმარებასაც თქვათ ასე, ეს არის პირველ რიგში ჩვენ წინაპრების დამსახურება და მათ მიერ დათესილი ის ურთიერთობები, რაც ახლო აღმოსავლეთ ჯერჯერობით შენარჩუნებული არის. ნდობა ჩვენს მიმართ, საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ძალიან მაღალი არის. ამიტომ ამას უნდა გამოყენება, იმიტომ რომ ისეთი პროცესები მიდის და ისეთი გარდაქმნები მოდის, რომ ჩვენ აუცილებლად ასე სტატიკურ მდგომარეობაში ვეღარ ვიქნებით, გამორიცხულია. გარინდება, გატრონვა, ხმის არამოღება, ეს არ არის სტრატეგია, ეს პირიქით ჭაობი არის და ჩვენ თუ თვლით, რომ რაღაცები არ შეგვეხება აუცილებლად და შეგვეხება ნეგატიურად, ცუდად შეგვეხება. თუ ვიმოძრავებთ ჩვენ ამ მიმართულებით, ხო? ჩვენ შეგვიძლია ძალიან სერიოზული ფუნქცია შევძინოთ ჩვენ ქვეყანას უახლოესი 10 წლეულების განმავლობაში და მე რატომღაც მგონია, რომ 21 საუკუნეში, რომელიც ძალიან საინტერესო და საკმაოდ პრობლემატური იქნება საქართველოს, ექნება ფუნქცია რეგიონშიც და მსოფლიოშიც თქვენ წარმოიდგინეთ. თქვენ ძალიან გამტარი და რო არ დარჩეს ჩვენს მაყურებელში დაბეჭდილება, რომ ჩვენ ენერგომატარებლების გამტარობაზე ვლაპარაკობთ, უფრო დავაკონკრეტოთ გამტარი კონკრეტულად, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ენერგომატარებლები და ანუ რა იგულისხმება ის რომ დააკონკრეტოთ. პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური, გეოპოლიტიკური გამტარის როლი შეიძლება ვიგულისხმოთ და ამას შედის ენერგომატარებლების გატარების პროექტიც ახლა. ჩვენი დელეგაცია ჩამოვიდა, იქ ძალიან სერიოზული საუბრები იყო ირანელების მხრიდან. მე მოეწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოს შეუძლია ორ რამეში იყოს ძალიან სერიოზული გამტარი. პირველი ეს არის უსაფრთხოების საკითხები და ამით გაიზრდება თვითონ საქართველოს უსაფრთხოება. კონკრეტულად ეს რაში გამოიხატება? მოლაპარაკებები გაიმართება, აქ ეს იქნება რაღაცა შეხვედრების საკვანძო ადგილი. თუნდაც ის რომ დასავლეთმა და ირანმა გადაწყვიტეს ერთმანეთთან ურთიერთობის დალაგება და დასავლეთი იცით თქვენ რომ ორი ნაწილისგან შედგება ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს პროცესი მე მიმაჩნია რომ შეუქცევადი პროცესია და დასავლეთისა და ირანის ურთიერთობის დალაგება ზოგადად ყველაზე უფრო რეგიონში ღრმათა ვარ ამაში დარწმუნებული და ბევრი არგუმენტებიც არ ჭირდება ამას, თუმცა ბევრი არგუმენტები ამის და ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს, ყველაზე უფრო აწყობს ჩვენს ქვეყანას საქართველოს. იმიტომ რომ თუ საქართველოს მიმართულებით გაერთიანდა დასავლეთისა და თუნდაც ირანული სამყაროს, ხაზს უსვამ ირანული სამყაროს ინტერესები, ეს საქართველოს უსაფრთხოებას დის პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად ჩვენთვის ძალიან მომგებიანი იქნება. იმდენად მომგებიანი, რომ შეიძლება ამის წარმოდგენა ძალიან გაგვიჭირდეს დღეს ამ პირობებში. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ გვაქვს ისეთი რესურსი, რომელიც არც ერთ დასავლურ ქვეყანას არ აქვს ასეთი რესურსი. და მე ეს ჩემი ვარაუდი არ არის, ეს იგივე დასავლეთელი დიპლომატებიდან ნათქვამი არის ეს, რომ საქართველოს უფრო მეტი რესურსი აქვს ამ ურთიერთობებში, იგივე ირანთან, კონკრეტულად ახლა ჩვენ ირანზე ვსაუბრობთ, ხო, როგორც ახალ რეგიონალურ მოთამაშეზე. საქართველოს გაცილებით მეტი რესურსები აქვს, ვიდრე ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში. ჩვენ ვიცნობთ ამ სამყაროს და გვგრძნობთ, შეიძლება არ ვიზიარებთ მათ შეხედულებებს, მაგრამ ჩვენ გვესმის მათი მოტივები. ურთიერთობა გვაქვს ახლა ხალბატონინო ეს 3000 წელი კი არა 100 წელი რო ცხოვრობენ სახელმწიფოები და ურთიერთობენ იმათ აქ ერთმანეთზე გავლენა და ახლა ჩვენ გარდა ნეგატიური ურთიერთობების ამ ქვეყანასთან ქონდა პოზიტიური ურთიერთობები, კულტურული გაცვლა ქონდა, კულტურული გავლენა იყო ურთიერთობათა შორის. ჩვენ ვართ აი ნაზიარები ისეთ დიდ კულტურასთან, როგორც არის ირანული კულტურა და ეს ნამდვილად საამაყო არის ჩვენთვის, ბევრი ერი ვერ დაიგვეხმის ამითი. და ყველაზე კარგი თარგმანი არის ქართული თარგმანები. შორის ითვლება რომ ქართული თარგმანები შუა საუკუნეების ითვლება ირანულ დედნებზე უკეთესად ითვლება, ხო? ამიტომ ჩვენ ბევრი რამ გვაქვს შესათავაზებელი ევროპელებისთვის, დასავლეთისათვის. მე იქ ასეთი რიტორიკული შეკითხვაც კი დავსვი. რიტორიკა არ იყო მარტო ამაში, რომ აი ჩვენ რა თქმა უნდა ევროპა გვჭირდება, დასავლეთი გვჭირდება და ჩვენი ორიენტირი რა თქმა უნდა დასავლეთისკენ არის, ჩვენ მედიტერანული კულტურის მქონე ხალხი ვართ, ამ დიდი გაერთიანების ნაწილი ვართ, ჯერ კიდევ არგონავტების დროიდან, ასე რომ დავარქვათ, ხო? და ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით ჩვენ რა გვინდა. თუმცა ამაშიც კარგად უნდა ჩამოყალიბდეთ ჩვენ, საბოლოოდ მაინც ვერ ვართ ჩამოყალიბებული, ხო? ჩვენ კარგი ცხოვრება გვინდა, ეს ვიცით ზუსტად. უკუ შეკითხვაც არსებობს, ხო? იმათ რაში ვჭირდება ჩვენ? დასავლეთს რაში შეიძლება დავჭირდეთ? თუ არ დავჭირდეთ, ვერავინ ვერ დამარწმუნებს მე რომ ახლა თუ საჭიროება არის ევროპული პრაგმატიზმი, საჭიროება არ არსებობს, მაშინ ვერ ახარიქა, ხო? მე მიმაჩნია რომ ისეთი ვითარება დგება ჩვენს გარშემო. შეიძლება ბევრის სახით ცოტა გაუგება ვსაუბრობ ჩვენ, მაგრამ საკმაოდ კონკრეტულად ვსაუბრობ ახლა მე. ისეთი ვითარება დგება რომ საქართველოს საჭიროება ძალიან იზრდება და იზრდება რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და როგორც ჩანს უფრო გაიზრდება. საჭიროება როცა იზრდება, ამას კიდევ ერთი რამე მოსდევს, საფრთხეებიც იზრდება. ამიტომ ეს ჩვენი არჩევანია, ჩვენი გადასაწყვეტი, ამას ჩვენ ვერავინ ხელს ვერ შეგვიშლის. რამდენადაც ვიქნებით ადეკვატურები და მანდავაიც ბევრი ჭკუაც არ ჭირდება, ამას ცოტა ჭკუა ჭირდება, ოდნავ ჭკუა. ხო? ჩვენ ეს საფრთხეები შეიძლება პერსპექტივებად ვაქციოთ. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზულ პერსპექტივებად და საბოლოო ჯამში საფრთხეები ავიცილოთ და ჩვენ გვემუქრება და გვემუქრება ნამდვილად. ეხლა ჩვენს გადაცემაში სარეკლამო ჭრა, ჩვენ მალე დავბრუნდებით და გავაგრძელებთ საუბარს საფრთხეებზე.